მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ რასაკვირველი ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში და რომლის სიცოცხლეც ყველაზე მეტად არის გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ადამიანის დღეგრძელობაზე და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა ის ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ცხოვრების ხარისხს. როდესაც ცხოვრების ხარისხის იერარქიას წარმოვიდგენთ, რასაკვირველია პირველ რიგში იგულისხმება თავად ადამიანის ჯანმრთელობა, მისი კეთილდღეობა. თუმცა შემდეგი საფეხური იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, საზოგადოება, კეთილდღეობა და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ამ მთავარ მონაპოვარს უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია ბევრი სხვადასხვა გარემო დავასახელოთ, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. მაგრამ იმაზე უფრო ოპტიმალური, იმაზე უფრო კომფორტული, იმაზე უფრო ემოციური, მნიშვნელოვანი და ძვირფასი ვიდრე ოჯახია, არ არსებობს გარემო. ამიტომ ოჯახი სწორედ ის გარემოა, რომელიც ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. ჩვენი რუბრიკა დღეგრძელობა და შორნელ აბაზის მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. დავიბადე ქუთაისში. გავიზარდე სოფელში, ძალიან ლამაზ სოფელში. სოფელი რიონი. მე ვარ ანა ასათიანი, პროფესიით პედაგოგი. ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობ თოჯინების თეატრში. წამოსვლა გამიჭირდა. ვიმუშავე წინასწარ, რომ შევგუებოდი აი ამ ამბავს. შეგუებაც ერთგვარად ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. თუ არ შეეგუეთ, საკუთარ თავს ებრძვი ფაქტიურად. რაღაცნაირად შევქმენი ის გარემო, რომ ბავშვები აქაც მესტუმრებიან ხოლმე მოდიან პედაგოგებთან ერთად და გარკვეულწილად შემოქმედებითი სამუშაო გრძელდება. ყავს 2 შვილი, 4 შვილიშვილი, საკმაოდ მოზრდილები და 2 შვილთაშვილი. პოზიტიური განწყობა მაქვს ამ ბავშვების გარემოცვაში ვარ. ჩემი პატარა გოგო ნელა მარია მეუბნება, ბებო, რატომ იპრანჭებიო? სახში რატომ იპრანჭები? ბებო, მჭირდება მეუთხე. ჩემი მეუღლე იყო გურამ გაგოშიძე, მხატვარი, საოცრად შემოქმედი ადამიანი იყო, ბოჰემური ტიპი იყო. ეს შორეული ლეგენდა გააცოცხლა ქუთაისელმა მხატვარმა გურამ გაგოშიძემ თავის ჩანახატებში. 20 წელი ქონდა ბედნიერი 20 წელი. მე ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. სულად ახალგაზრდა 54 წლის ხდებოდა ფაქტიურად. მე დავრჩი ჩემ შვილებთან ერთად და გავაგრძელე ცხოვრება. გავაგრძელე, იმიტომ რომ ჩემ თავს მე არ მქონდა იმისი უფლება, რომ სენტიმენტები დიდხანს გამეგრძელებინა და ჩემ შვილებს ყურადღება სჭირდებოდა. აი ამ პორტრეტს თავისი ისტორია აქვს. წავკამათდი და წავიდა თავის სახელოსნოში. წავიდა და 2 დღე არ მოსულა. მესამე დღეს მოვიდა და მოაქვს შეხოვული, შეფუთული რაღაცა, რომ შემოაცალა ის გარსი და რაღაცა სხვანაირი გამომეტყველება ქონდა თვითონაც. შემოაცალა გარსი და აღმოჩნდა ჩემი პორტრეტი. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მივიღე ჩემი შვილების შემდეგ, ჩემი საკუთარი პორტრეტი. რამდენი ყვავილია? პატარა ეზო მაქვს. დავგე რამდენიმე ხე, გავაკეთე პატარა ბაღი. ვერთობი ამ საქმით და გარკვეულწილად მიზეზად ურთიერთობა
ჯანმრთელობაა ერთგვარი. რამდენიმე კვირის წინ დავწერე ასეთი რაღაცა. ვეძებ სამსახურს თქო. ახლა ისეთი შემოთავაზებები არ იყო და მე დავწერე, რომ მივიღე ძალიან კაი შემოთავაზება მეთქი. არაჩვეულებრივი სამზარეულოში. ჩემ სამზარეულოში და ანაზღაურებას არ იკითხავ თქო. შეუფასებელი. კმაყოფილი სახეები როცა დააგემოვნებთ ჩემს ნამზადს მეთქი და აი საერთოდ ეს ბოლო სამსახური ეს არის და საპატიო ყველაზე. ცხოვრების აზრი რა არის იცით? მადლი დატო სანამ ხარ ცოცხალი რომ არ მოგიგონოს ვინმე ცუდად. ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებული სისტემაა, სადაც ყველა ორგანო, ყველა ქსოვილი, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან დაკავშირებულია და მუშაობს ისე, როგორც ხმაშეწყობით მომუშავე ნებისმიერი ორკესტრი. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ერთი მხრივ არ არსებობს იზოლირებული პრობლემები და მეორე მხრივ გასათვალისწინებელია ნებისმიერი სისტემის, ორგანოს, ქსოვილის თავისებურება. მაგალითად, ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს. ნაღველი თავს იღრის, უბრალოდ გადადის სანაღვლე გზებში, შემდეგ სანაღვლე გზები საშუალებას აძლევს ნაღველს თავი მოიყვაროს რეზერვუარში, რომელსაც ნაღლის ბუშტი ჰქვია და იქიდან სპეციალური სადინრით აღმოჩნდეს 12 კოჯა ნაზლავში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, საჭმლის მონელებისათვის, უამრავი სხვა პროცესისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ დღეგრძელობისთვისაც კი თქვენ გახსოვთ ჩვენ გადაცემაში ამას შესახებ ცალკე ვისაუბრეთ. თუმცა დღეს ჩვენ უშუალოდ ნაღლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ და უნდა ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობართან და შემატკივართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ ექიმი ინტერნისტი, ანუ თერაპევტი, გასტროენტეროლოგი ბატონი გიორგი გვილია. დილამშვიდობისა გიორგი. მშვიდობის მოგესალმებით. როდესაც ნაღლის ბუშტზე და სანაღვლე გზებზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებიდან, რომელიც ჩვენი საზოგადოების ასაკის მიუხედავად ძალიან დიდ ნაწილს შეიძლება ეხებოდეს. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე? ნამდვილად, თუ მითოსი შეიძლება მედიცინაში რაიმერად ჩავრთოთ, ნაღლის ბუშტი ნამდვილად არის მითოლოგიური ორგანო. განსაკუთრებით ჩვენი მოსახლეობისთვის უკვე დიდი ხანია ვაკვირდები ამ პროცესს და პაციენტების ჩივილს და მონაყოს და თითქმის არ იცვლება ნაღლის ბუშტთან დაკავშირება, იმიტომ რომ მიეწერება უამრავი პათოლოგიური მდგომარეობის საწყისი მიზეზის როლი. რა თქმა უნდა, ნაღლის ბუშტს და სანაღლის სისტემას უდიდესი როლი აქვს ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ამდენიც არა, რამდენსაც ჩვენ ვივაწევთ გადაჭარბებულად არის, იმიტომ რომ უამრავი რამ მიეწერება, სხვადასხვა მიდამოს ტკივილი, სხვადასხვა ორგანოს ანთებითი თუ სხვა ფუნქციური დაზიანება, ნაღლის ბუშტი ხომ არ არის ამის მიზეზი, ანუ პაციენტების ძირითადი კითხვა. რა თქმა უნდა, სანაღლე სისტემის დაავადებები და ნაღლის ბუშტის დაავადებები ბევრი რამის მიზეზია, მაგრამ მაინც პირველ რიგში იმ კონკრეტული მდგომარეობის მიზეზია, რაზეც ეს სისტემა აგებს პასუხს. სულ მარტივად რო განვიხილოთ, სანაღლე სისტემა შედგება ნაღლის ბუშტისგან, ანუ რეზერვუარი რაც არის და ღვიძლშიდა და ღვიძლს გარე სანაღლე სისტემისგან, სანაღლე სადინრებისგან. ნებისმიერ ამ ადგილში ფუნქციის დარღვევა, იქნება ეს მოძრაობითი ფუნქცია, თუ ეს იქნება ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური აქტივობა, რომლის დარღვევასაც შეიძლება ანთებითი მდგომარეობა მოყვეს, რა თქმა უნდა, იწვევს საკმაოდ გამოხატულ სიმპტომატიკას. აი, რაც შეეხება საჭმლის მონელების პროცესში სანაღლე სისტემის მონაწილეობას, აქ ძირითადად დარღვევა გამოხატულია მათი მოძრაობითი ფუნქციის დარღვევის შემდეგ. და ამას სამედიცინო ენაზე დისკინეზია ქვია უბრალოდ ლათინურად. დისკინეზია, ანუ მოძრაობის არასწორი მოძრაობა, არასწორ დროს შეკუმშვა, არასწორ დროს გაფართოება და ასე შემდეგ. ასე რომ ეს პროცესი შეიძლება იყოს დამახასიათებელი როგორც სანაღლე გზებისთვის, დასაწყისიდანვე მთელ მის სიგრძეზე, თუმცა მანდ უფრო ნაკლებად და საბოლოოდ ნაღლის ბუშტისთვის. ეხლა უნდა აღვნიშნოთ ერთი მოკლე ანატომიური
თავისებურება და ანატომიური ფაქტი, რომ მთელი ეს სანაღვლე სისტემა, აი ნაღლის ბუშტი, თავის სადინარი, ღვიძლის ორი სადინარი, რომელიც მე ერთ ღვიძლის საერთო სადინარად ერთდება, ეს ორი ერთად ერთდება და მიიღება ნაღლის საერთო სადინარი და ეს ერთად გამოდის 12 გოჯა ნაწლავში, რომელიც ბოლოვდება კუნთოვანი ორგანოთი, რომელსაც ქვია ოდის სფინქტერი, იტალიელი ექიმის, რომელიც სტუდენტი იყო იმ დროს, როცა აღმოაჩინა ეს სფინქტერი. მის საპატივცემლოდ ეწოდება ასე. აი ბოლოში ამ ოდის სფინკტერის დისფუნქცია თუ განვითარდა, ხან სპაზმი და ხან უდროო დროს შეკუმშვა, ყოველგვარი ანთების, ყოველგვარი კენჭების, ყოველგვარი სიმსივნური დაავადების და კიდე სხვა ღვიძლის სხვა და სანაღვლე სისტემის სხვა პათოლოგიების გარეშე მიიღება საკმაოდ მწვავე სიმპტომატიკა. იქნება ზუსტად იმის მსგავსი ტკივილი, რაც არის ნაღლის ბუშტის შეტევის დროს, გინდა ანთებითი, გინდა კენჭოვანი დაავადების დროს, ასევე პანკრეატიტის მსგავსი ტკივილი და პანკრეატიტის მსგავსი სიმპტომები, იმიტომ რომ პანკრეასის სადინარი ზუსტად ამ ადგილში გამოდის აი ამ კუნთოვან დროულოვან ორგანოში. თვითონ ამ დაბოლოებას რახან 3 კუნთისგან შედგება, ამასაც სჭირდება ერთმანეთთან დარეგულირება, ამას ცენტრალური ნერვული სისტემა და ვეგეტაციული ნერვული სისტემა ასევე საჭესნობრივად ტრაქტში გამოყოფილი ჰორმონები არეგულირებს, საკმაოდ რთული სისტემაა მის არეგულაციას, რომ ეს მოძრაობები ერთმანეთს დაემთხვეს. ანუ ამათი მოდუნება დაემთხვეს დაუშვათ ზემოთ ნაღლის ბუშტის შეკუმშვას, რომ ნაღველი ადვილად გამოვიდეს და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენნაირი საკვები პროდუქტია, რომელიც ამაზე ახდენს გავლენას და რამდენნაირი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც ასევე ამაზე ახდენს გავლენას. ამიტომ დარღვევა, აი როგორც გაღიზიანი ნაწლავის სინდრომის და სხვა შემთხვევებში, აქაც შეიძლება იყოს ფუნქციური ყოველგვარი ინსტრუმენტული გამოკვლევით რაღაცა პათოლოგიის აღმოჩენის გარეშე. ეს იგი ვერ ხედავ ვერც კენჭს, ვერც ანთებას, ანალიზებიც კარგია, ყველაფერს კარგია, კლასიკური ტკივილის მდგომარეობა. არა და ცხოვრების ხარისხი უკვე იტევა მკვეთრად ადამიანს. რა თქმა უნდა, თუ ნაღლის გადმოდინება დაირღვა და თან სტაბილურად დაირღვა, მერე ძირითადი პროცესი ცხიმების შეწოვის, იმ გზაძაჭვიანი ცხიმების შეწოვის, რა თქმა უნდა, ირღვევა, იმიტომ რომ იმის ემულსიფიცირება აღარ ხდება, ნუ მთელი პროცესი ირღვევა, მერე საჭესნობრივი ტრაქტის ფერმენტები კარგად ვეღარ მუშაობს და ასე შემდეგ. ანუ ეს ჯაჭვური რეაქცია. რა თქმა უნდა, ამას მოყვება ეს ამბები და ნუ მთელი ის სიმპტომები, რაც საჭესმოვლელების დარღვევას თავის შეբერილობით და მთელი ამბებით. ანუ სიმპტომურად ამ შემთხვევაში დიდად ვერ განსხვავდება სხვა მსგავსი ფუნქციური დაავადებებისგან, თუ არ განვითვალისწინებთ ტკივილის მდგომარეობას, ანუ ტკივილის ახასიათო. ეხლა გავყვეთ ზემოთ, დავუშვათ ეს ბოლო და მის ბოლო მიდამოს ტკივილი გასაგები ხა? და მოკლედ ჩართვას გავაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავიდანვე თქვენი რეპლიკა, როდესაც თქვენ მიანიშნეთ, რომ აქ არანაირ კენჭებზე და მწვავე ანთებაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ტკივილი ისეთივე ძლიერია და შემაწუხებელია და ეს ძალიან კარგია, რომ საზოგადოებამ გააცნო. არა, რა თქმა უნდა და მართალი გითხრათ, ამას თავისი გამოკვლევის მეთოდები აქვს. უბრალოდ ამას ჩვეულებრივ კლინიკაში ნაკლებად ვიყენებთ, ჩვენ ცოტა რედუცირებულ ვარიანტს ვიყენებთ უკლაბეითი კვლევით, რომ აი უზმოზე ნაღლის ბუშტის მოცულობა მერე კვებიდან 1 საათში, ნახევარ საათში, ეს არ არის ზუსტი მეთოდი. აქ ზუსტი მეთოდი ესეთი, რომ რაღაც რადიოაქტიული ტექნეციუმით ნიშანდებული ნივთიერება უნდა შეიყვანო, მერე ქოლეცისტოკინინი უნდა შეიყვანო, რომ მეც არის აი ამის ნაღლის ბუშტის კუმშვის გამაძლიერებელი და თან ეს უნდა მოადუნოს ეს ოდის სფინქტერი და ამას მთელი თავის წესები აქვს, რა დროს უნდა დაადგინო, რომ თქვა ეს დისკინეზია. ამისიც გამოსასვლელი ადგილისას ნაღლის ბუშტის ეხლა დამეთანხმებით ეს უცხოეთშიც ყველა კლინიკა ასე არ კეთდება, ეს არ არის ჩვეულებრივი გამოკვლევა, ამიტომ ჩვენ ესე შინაურულად ვაკეთებთ ცოტა უფრო სახეშეცვლილ ვარიანტს, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ის შინაურული სახეშეცვლილი ვარიანტიც საკმაოდ ეფექტურია კლინიკურად გამოსაყენებლად. ეხლა წეგან როგორც თქვით, ეს იყო ბოლო ნაწილი გამოსასვლელი. და მივყვებით ზემოთ. მე ეხლა მივყვებით ზემოთ, ნაღლის საერთო სადინარი. აი აქ ამას იმდენად მოძრაობის პათოლოგია არა აქვს, რამდენადაც შეიძლება ანთება განვითარდეს. ანთება შეიძლება განვითარდეს ზუსტად იმ გამოსასვლელი ადგილის დისფუნქციის გამო, როცა ბაქტერიული შიგთავსი ძალიან ხშირად ხვდება, ეს ერთი ვარიანტი, ან მეორე, როცა მართლა არის ზემოთ ნავკენჭოვანი დაავადება, ნაღლის ბუშტის შეტევები და ამას მოყვება მთელი აი ამ ეპითელური ქსოვის, ანუ აი მთელი ამ ქსოვილის, რაც ნაღლის სადინრებს გამოფენს, იმაში ანთებით პროცესი. ეს ორნაირი შეიძლება იყოს ბაქტერიულიც, რომელსაც ანტიბიოტიკოთერაპია ჭირდება, შეიძლება იყოს იმუნური ვარიანტიც, რომელსაც სტერილური, არაბაქტერიული ანთება. ეს საკმაოდ სერიოზული დაავადება, თუ შემდეგ გავრცელდა უკვე ზემოთ წვრილ სანაღვლე გზებში. ეხლა იმას ქვია პირველადი ბილიარული ქოლანგიტი, ის
სერიოზული პათოლოგია, რომელსაც ასე სანაღვლე სისტემის ჩვეულებრივ მორიგ პათოლოგიებად ვერ განვიხილავთ, იმას თავისი გენეტიკური საფუძველი აქვს და იმას ციროზამდე მიყავს ადამიანი და ის სერიოზული პათოლოგია. მე მაინც უფრო შინაურ გავრცელებულ ვარიანტებზე ვლაპარაკობ. ამ ნაღლის საერთო სადინარში ძალიან ხშირია ნალექის ჩამოსვლა, კენჭის ჩამოსვლა. არ არის აუცილებლად ის ვარიანტი, რომ გაიჩხიროს და ვეღარ ეს უკვე საკმაოდ ისეთი მკაფიო კლინიკური სურათია, ამის მიხედვით მარტივია თავისი ყვეთლით სტაბილ და ულტრაბიოტიკებით. როდესაც რაღაც წარმონაქმნი ხო, ახშობს, ხო. ეხლა იქ კენჭი იქნება თუ ქსოვილოვანი წარმონაქმნი, მე კიდე ცალკე კვლევის ეს არის სპერუა, მაგრამ მაინც ამის კლინიკური სურათი მაინც უფრო გარკვეულია, მაგრამ არის ისეთი ვარიანტები, როცა არის გასქელებული, შესქელებული ნაღველი, არ ჩანს საკმაოდ კარგად ეს ულტრაბგერით კვლევაზე შეიძლება. თვითონ ნაღველია ბლანტი. თვითონ ნაღველი, რასაც ქვია მე ვილაპარაკებ, ლითოგენური ბლანტი, ამასაც შეუძლია მსგავსი ტკივილის და სიმპტომების გამოწვევა. ამისთვის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიაც კი კეთდება ხოლმე, თუმცა ბევრ შემთხვევაში ასე ეს ლითოგენური, კენჭის წარმოქმნისკენ მიდრეკილი ნაღვლის თქმა ამ გამოკვლევის მერე ფლად ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ისიც სხვა კვლევის შედეგია ხოლმე ამისთან გადაწყვეტილების მიღება და ამ ყველაფერს შეიძლება მოყვეს ისევ მსგავსი ტკივილი, რაც ბოლო ნაწილის სპაზმის ან დახშობის შემთხვევაში. მით უმეტეს თუ კონკრეტულია კენჭია თქვათ ამ მიდამოებში გაჩერებული და არ ღვევს ნაღლის განმოდინებას. ეხლა აქ მიდგომა ორნაირია. თუ გადმოგხედა ღმერთმა ექიმსაც და პაციენტსაც, არის მედიკამენტები, რომელიც ნაღველს გაათხელებს, სპაზმის მოხსნელი მედიკამენტს მასიურად დანიშნავ, რა თქმა უნდა, ანთების პრევენციისთვის ანტიბიოტიკს იყენებთ და შეიძლება ეს შესქელებული ნაღველი ან ახლა წარმოქმნილი რბილი კონკრემენტი ხსნარში გადავიდეს, ნაღველმა გაიაროს, აღდგეს ნორმალური ფუნქციონირება. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ხოლმე პროცედურა, რომელიც გასტროსკოპიასავით კეთდება, ენდოსკოპიის დროს, მიდიხარ ენდოსკოპით, აი ამ გამოსასვლელ ადგილთან, წეღარაც თქვით, ოდის სფინქტერი, იქ ჩაჭრა კეთდება და ეს დამაბრკოლებელი კონკრემენტი ან ნაღლის გუნდა მექანიკურად გადმოვარდება. ეხლა ეს ამით არ მთავრდება ყველაფერი, მე ანთების პრევენცია გინდა და ყველაფერი, ეს ამას ჩვენ ვაკეთებთ ექიმები და არ არის მარტივი ამბავი, თითქმის უტყოლდება ქირურგიულ ჩარევას თავისი გართულებებით და ყველაფრით. ეხლა კიდევ უფრო ზემოთ თუ გავინავცლებთ, ეს ჩვენი საყვარელი ნაღლის ბუშტი, ნაღლის რეზერვუარი, როგორც თქვით, დასაწყისში გვიჩი გამომუშავდება ნაღველი და შემდეგ ეს მარაგდება ნაღლის ბუშტი და მარაგდება იმიტომ, რომ ჩვენ ნაღლის დიდი პორცია გამუდმებით არ გვჭირდება. წვრილ ნაწილში გვჭირდება კვებასთან დაკავშირებით, რომ მივიღებთ საკვებს, მე უნდა გადმოიშროლოს ნაღლის ბუშტმა ნაღლის დიდი პორცია და იმან მე მთელი თავისი პროცესები უნდა შეასრულოს, რაც საჭმლის მომლებასთან დაკავშირებით ხდება. ეხლა ამ ნაღლის ბუშტსაც აქვს თავისი მოძრაობითი დარღვევები. აი როგორც იმ გამოსასვლელ ადგილს აქვს მოძრაობითი დარღვევები, ისევ აქვს ნაღლის ბუშტსაც თავისი მოძრაობითი დარღვევები. ამას ქვია ნაღლის ბუშტის დისკინეზია და წეღაროვის რთული გამოკვლევა ვახსენე. ის ზუსტად ამის გამოსაკვლევად კეთდება, როცა ძალიან ზუსტად გვინდა ამის დადგენა. ეხლა დავუშვათ დავადგინეთ. ორნაირი ეს ვარიანტი, ეს ერთი უფრო ნაკლები სიხშირის არის, მე უფრო დიდი სიხშირის არის. პროცესი, ხო, უფრო გავრცელებულია. როცა ნაღლის ბუშტი დიდხანს არ ეკუმშება, დაიმარაგებს დიდი რაოდენობის ნაღველს, არ გადმოისვრის პირველ ჯერზე თავისი მოცულობის მესამედი დაახლოებით ასია დღესდღეობით, რომ აი 33% თავის მოცულობის უნდა გადმოისრულოს აი ამ პროცედურის დროს, პირველ ჯერზე გადმოისრულოს. თუ ამას ვერ აკეთებს და დიდხანს გროვდება ნაღველი ნაღლის ბუშტში, მიიღება ისევ საჭმლის მომლების პროცესის დარღვევა და კიდევ უფრო მეტიც უდრო-უდრო შეიძლება გადმოისროლოს ეს დიდი რაოდენობით ნაღველი, თუ უდრო-უდროს გადმოსროლი დიდი რაოდენობის ნაღველი ხდება 12 გოჯა ნაწლავში, ძალიან ნადვილად შეიძლება მოხდეს კუჭში. ანუ კუჭისთვის ეს ცუდი პროცესია, ტუტე რეაქციის არის ნაღველი, კუჭი იშორებს ამას. ანუ ეს ის მდგომარეობა, როცა გულძმარვის ერთ-ერთი ხელისშემწყობი პირობა არის ნაღლის ბუშტის დაავადება, ამნაირი მოძრაობითი პათოლოგია. და ასეთი ხალხია ხოლმე რაღაც პროცესის რაღაცის გამო, შეიძლება კენჭების რაღაცის გამო ქოლეცისტექტომიას ან ნაღლის ბუშტის ოპერაცია რო გაკეთდება, იტყვიან მთელი წლები გულძმარვა მქონდა, გადამიარა. და ამიტომ აი ნაღლიდან ხوار მოდის ექიმო გულძმარვა. არა, გულძმარვა კუჭიდან მოდის, კუჭის შიგთავსია, უბრალოდ ან იქნება ნაღველნარევი, ან არ იქნება ნაღველნარევი და თუ ეს პროცესი კუჭის შიგთავსის საყლაპავში ამოსვლის
ამის ერთ-ერთი მიზეზია ნაღლის ბუშტის დისკინეზია, ნაღლის ამოსვლა 12 გოჯადან კუჭში, მართალი იქნება ნაღველნარევი შიგთავსი და ამ დროს იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება, რომ აი ნაღლის ბუშტის ოპერაციის მერე გულძმარვა გადაივლის. ამიტომ პაციენტების ერთი შეხედვით გულუბრყილო კითხვა, რომ აი ნაღლიდან ხომ არ მოდის ექიმო გულძმარვა, თუ ძალიანაც კაცრად გავსჯით, შეიძლება ხანდახან მართლა იყოს ერთ-ერთი საფუძველი. ეს ერთი ტიპის დაავადება, მოძრაობით პათოლოგია ნაღლის ბუშტი. ნაღლის ბევრი სხვა დაავადებაც გააჩნია, მათ შორის ანთება, რასაც ყველა ვარ დაჩვეული, ქოლეცისტიტი. ჩემი კოლეგებიც წერენ ხოლმე პასუხში, პაციენტებს ხო ყველა სპირზე აკერია, ქოლეცისტიტი ყოველთვის არ არის. აი როგორც სიტყვა კოლიტი გახდა შეკრულობის სინონიმი, ისიც არასწორია. ქოლეცისტიტიც არ არის, აი უმეტეს შემთხვევაში ნათქვამი ქოლეცისტიტი, ანუ ნაღლის ბუშტის კედლის ანთება არ არის. თუმცა ხანდახან ქოლეცისტიტი ვითარდება, საკმაოდ ძიმე დაავადებაა და ხანდახან ქირურგ ჩარევალსაც კი მოითხოვს თავისი ცხელებით, ტკივილით და მწვავე-მუცლის განვითარების საშიშროებით და პერსპექტივით. აი ნაღლის ბუშტის დისკინეზიისგან განსხვავებულია უკვე ნაღლის ბუშტის ნალექი და კენჭწარმოქმნის პროცესი. ეხლა ეს კენჭწარმოქმნის პროცესი დიდი ხანია მედიცინა დაეძებს მიზეზს. მართალი გითხრათ გავარკვიეთ მარტო ის, რომ ვიცით რა არის ლითოგენური, ანუ კენჭწარმოქმნის მაღალი პოტენციალის მქონე ნაღველი და ეს ისეთი ნაღველია, რომელშიც ქოლესტეროლი არის დიდი რაოდენობით, ანუ ეს სატურაცია ქვია ამას, გაჯერებულია ქოლესტეროლით და ამიტომ ნაღლის ის რაღაც პირველადი მჟავები, რომელმაც უნდა დაიკავოს ეს ქოლესტეროლი და ხსნად მდგომარეობაში ეს დიდი ზომის ნაწილაკები შეინარჩუნოს, ამას შეიძლება ვეღარ ასრულებდეს და იწყება გამოკრისტალება. ამიტომ ნაღლის ბუშტის კონკრემენტების კენჭების უმეტესი ნაწილი არის უპირატესად ქოლესტეროლის შენების და ეს უფრო გვიხარია ხოლმე ექიმებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ რაღაც პირობები საკმაყოფილებს, ამას უხერხდება მედიკამენტური მკურნალობა. რა თქმა უნდა, წარმატების შანსი თითქმის არ აღემატება 50%-ს, მაგრამ შანსი არის. 50% არ არის. რა თქმა უნდა, მედიცინაში 50% არ არის. ნახევარია, ეს საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობა. და აი ეს კენჭები არის სამნაირი, ძირითადად ეს ქოლესტეროლი არის ეს ყავისფერ პიგმენტიანი, შავპიგმენტიანი. ისე იგი დანარჩენ ორის შემთხვევაში არაორგანული ნაწილი გაცილებით მეტი, ანუ პროცესი ისე მიდის, რომ იქ ქოლესტეროლი არ არის, ანუ ორგანული ნივთიერება არ არის, ძირითადი ნაწილი, არის უფრო მინერალური. ასეთ შემთხვევაში ის მედიკამენტი, რომელიც ამას გახსნის და ასეთ თერაპიულ მკურნალობა იმ კონკრემენტებს არ უხერხდება. ამას უხერხდება, ოღონდ პირობები უნდა იყოს, ახლა არ უნდა იყოს მრავლობითი და თუ ძალიან მკაცრად ვიმსჯელებთ, 2 სანტიმეტრზე მეტი კონკრემენტი არ უნდა იყოს. ადრე ითვლებოდა, რომ ახალ გაჩენილი, ძველი გაჩენილი, ეს ახლა თუ ინტენსიურად თქვა ულტრაბგეით კვლევას იკეთებს ადამიანი, შეიძლება მიხვდეს, მაგრამ აი ხანდაზმულობას კენჭის შესახედაობის მიხედვით დიდად ვერ ვადგენთ. თუ ის პირველად გაიკეთა გამოკვლევა. ხო, რა თქმა უნდა, ხო და ამიტომ თუ 2 სანტიმეტრზე ნაკლებია, თუ რენტგენზე კონკრემენტი არ ჩანს, ანუ ულტრაბგეითი კვლევით ყველანაირი კონკრემენტი ჩანს და დაახლოებით მკაფიოდ და ერთნაირად ჩანს, ის ულტრაბგეითი ჩრდილიც არ არის იმის გადამწყვეტი, რომ თქვა, მაინც და მაინც მკვრივია. ამიტომ თუ რენტგენოლოგი, მარტივი რენტგენოლოგიური შეფასებისას ნაღლის ბუშტის პროექციაზე დაუშვათ ულტრაბგეითი კვლევით არის კონკრემენტი და ეს ვერ ხედავს, ეს ნიშნავს, რომ მასში ორგანული ნაწილი არის ნაკლები და ის ნაკლები კი არა, ეს იგი მეტია და არაორგანული ნაწილია მეტი, ამის გამო ვერ ხედავს ზუსტად რენტგენოლოგი და გამოდის, რომ ასეთ კონკრემენტს უხერხდება იმ მედიკამენტის დანიშვნა. ეხლა დანიშნის ხანგრძლივობაც ესეთი, ესე იგი უახლოესი 6 თვის განმავლობაში პრაქტიკულად შედეგს არ უნდა ველოდოთ. მაქსიმუმია 2 წლის განმავლობაში, ანუ როცა უნდა თქვა, რომ არ მოქმედებს მედიკამენტი, არის 2 წელი. ანუ თეორიულად ის საკმაოდ გამართული მსჯელობაა, მაგრამ ეხლა გადაიტანეთ პრაქტიკაში, რამდენად რთულია ეს პაციენტისთვის და ამ დროს სულ არის შენარჩუნებული ნაღლის ბუშტის შეტევის და კოლიკის და გართულების შანსი, რომელთანაც თან ესე იგი ფრთხილად უნდა იყო და ესენი უნდა გაითვალისწინო. ამიტომ ეს უკვე ეხლა ადამიანი ამ დროს, რა ვიცი, აი ალბათ ასე უნდა მოიქცეს ექიმი, რომ ამ ყველაფერს უხსნით, ვამბობთ, რომ ამის შანსია და მე მაინც ქირურგიულ ჩარევაზე
რაღაც ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, ანუ აქ იმპერატიული ამბავი ასე არ არის, რომ მოკლე დროში ხო, გაიუმჯობესოს ადამიანმა. რა თქმა უნდა, ადამიანმა. იმიტომ რომ იმას თავის ცხოვრების რიტმი აქვს, სადღაც ვარ წასასვლელი, გავფრინდე რაღაც საზოგადოებრივ მუშაობ, ორსულობა მაქვს დასაგემ, ну, რა ვიცი, აი 1000 ცხოვრებისეული პირობაა, რომლის გამოც ხანდახან აღარ ვრისკავთ ხოლმე და პირდაპირ მიუხვდეთ იმისა, რომ კენჭი ძრბილია და ასე შემდეგ. ეხლა ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, იმ პირობებს, როცა არ აკმაყოფილებს ნაღლის ბუშტის კონკრემენტი, აი ამ თერაპიული მკურნალობის ვარიანტს და ასე დროს, რა თქმა უნდა, ქირურგიული მკურნალობაა მოწოდებული. ეხლა ქირურგიული მკურნალობა, რა თქმა უნდა, ადამიანს ასე ზედმეტი ორგანო და არასაჭირო იშვიათად კი აქვს რაღაცეები რუდიმენტულები, მაგრამ ნუ ნაღლის ბუშტი არ მიეკუთვნება იმას, რომ აი აღარ გვინდა და უნდა მოვიშოროთ, ვიშორებთ, იმიტომ რომ საშიშროება გაცილებით მეტია ვიდრე დატოვების. ეხლა ნაღლის ბუშტს რომ მოვიშორებთ, ყველაფერი არ მთავრდება მაგით, საუბედუროდ ყველაფერი არ მთავრდება. უმეტეს შემთხვევაში 2/3-ში პაციენტი გადასარევად გზნობს თავს და დიდი გართულება არ არის, მაგრამ 1/3 შემთხვევებში ვითარდება ის მდგომარეობა, რომელსაც ადრე საკმაოდ კარგად და ხატოვნად და შინაარსობრივადაც პოსტქოლეცისტექტომიური, ანუ ნაღლის ბუშტის ამონჭრის შემდგომ განვითარებული სინდრომი ეწოდებოდა. ეხლა თვალთ ასე აღარ ეწოდება. ანუ რას ნიშნავს ის? იგი აღარ გვაქვს ნაღლის ბუშტის რეზერვუარი, which-ში გამუდმებით ის ნაღველი რაც უნდა წარმოიქმნას, წარმოიქმნება და ის გამუდმებით ამ სანაღვლეს სადინდებით, ესეთი წვრილი უწყვეტი ჭავლით ჩაედინება წვრილ ნაწლავში. ანუ ჩვენი პედაგოგები გვასწავლიდნენ ოკანი რომ დაგრჩეს ოდნავ მოშებული დაახლოებით ასეთი აი ზუსტად ოკალი და ესე მოდის წვეთავს ის იგი. ეხლა რა შეება ეს ამბავი? თუ ჩვენ ვამბობდით იმას, რომ საჭიროს მოვლების პროცესის განსაკუთრებით ცხიმების ემულსიფიცირებისთვის და ასე შემდეგ საჭიროა ნაღლის დიდი ულუფა რომ ერთბაშად იყოს გადმოსროლი და ამან უნდა საკვებზე იმოქმედოს, ეს ვეღარ ხდება. ანუ ეს წვრილი ჭავლით მოდის და ამ შემთხვევაში დაირღვეს შეიძლება საჭირო მოვლება. მერე ნაღლის დიდი ულუფას ჰქონდა ბაქტერიების მოკვლის უნარი, ანუ ბაქტერიcidული იყო. ამ დროს ამ წვრილ ჭავს არა აქ ეგამბავი. ანუ წვრილ ნაწლავში თუ ამოცოც და ის საყვარელი ბაქტერიები, რომელზეც ადრე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ და განვითარდა ეს წვრილ ნაწლავში ბაქტერიების განროლების სინდრომი, რომელიც ძალიან გავრცელებული ამბავია, აი ნაღლის ბაქტერიcidული მოქმედება ამაზე უკვე აღარ არის. ვეღარ უმკლავდება. ეს ერთი კომპონენტი ამ ბაქტერიებისთან ორგანიზმის, თქვათ, ფიზიოლოგიური ბრძოლის გამოთიშული, ამიტომ ეს პროცესი შეიძლება გამრავლდეს და მე კიდე მესამე გამუდმებით წვრილ ნაწლავში ამ ნაღლის მჟავების, ანუ პირველად ის ჩაგვრდა მათი მარილების ჩასვლას მოყვება მათში ამ წვრილ ნაწლავის შუა და ბოლო ნაწილებში, განსაკუთრებით ბოლოში ოსმოსური წნევის გაზდა, ანუ სითხის ერთეულში ბევრი მოლეკულა, ბევრი წარმონაქმნია წვრილი დაგროვებული, ანუ შინაგანი ენერგია იზრდება და ასეთ შემთხვევაში ნაწლავი ცდილობს, რომ კედლებიდან სითხე პირიქით სანათურში გადმოიტანოს, კი არ შეიწოვოს სანათურში გამო თხელდება, ანუ ამას შეიძლება დიარეა მოყვეს. ამიტომაც არის ნაღლის ბუშტის ამოწრის შემდეგ ესეც შემთხვევათა 30%-ში შეიძლება დიარეა განვითარდეს და მერე მიდის უამრავი კვლევა, რომ რაღაც არ არის ინფექცია, ეს არის ამის შემდგომ განვითარებული დიარეა. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მაგას მკურნალობა არ ჭირდება, თუმცა იმ ტრადიციული მეთოდებით რაღაცა ანთების და ბაქტერიების საწინააღმდეგოდ შეიძლება ეს ვერ მოვარჩინოთ ამას, სხვა ტიპის მკურნალობა აქვს. თუმცა თუ დავწონით, რა შეიძლება გამოეწვია კენჭებიან ნაღლის ბუშტს თავის შეტევით, ანთებით, მერე შეიძლება პერფორაციით და პერიტონიტით, რა თქმა უნდა, არავინ არ ამბობს ამ ნაღლის ბუშტის ოპერაციის შემდგომ განვითარებულ რაღაც მესამედში რომ რაღაცა სიმპტომები ვითარდება, ამის გამო ნაღლის ბუშტის ოპერაციაზე უარს. მესამე დაავადება ესე ჩვეულებრივი გავრცელებული, რაც საკმაოდ გავრცელებულია და სხვათა შორის შემიძლია თქვა უკვე პირადი გამოცდილებით, რომ აი 30 წლის წინ, ну, მაშინაც იყო ეხოსკოპია და კეთდებოდა, ასე ხშირი არ იყო ნაღლის ბუშტის პოლიპები. ნაღლის ბუშტის პოლიპები, თვითისებიანი ჩვეულებრივი ლორწოვანი წარმონაქმნები, ოღონდ ჭეშმარიტ პოლიპებზია ლაპარაკი, რომელიც არის ქსოვილოვანი წარმონაქმნები. ძალიან გახშირდა. და საერთოდაც თესაჭვისმოვლებად ტრაქტში ამათი რაოდენობა პოლიპების გახშირდა, ну იმ კუჭსა და ნაწლავებში სხვა მიზეზი აქვს და აქ როგორც ჩანს სხვა მიზეზი აქვს. აქ ალბათ მაინც მოძრაობითი პათოლოგიის ამბავია ხოლმე ეგ. პოლიპი რო ვითარდება, ხანდახან ძნელი გასარჩევია ულტრაბგერითი კვლევით, კი არა მაგნიტურიზაციული ტომოგრაფიითაც, ჭეშმარიტი კონკრეტულად რა თქმა უნდა, თავში გამარჩეველი ისინი აქვს და თქვათ 10-დან ბევრ შემთხვევაში რადიოლოგი ამის გარჩევას ახდენს. ხანდახან ვერ ვარჩევთ.
ერთმანეთისგან, არის ამისთან შემთხვევებით, თუმცა ასე დროს არის დინამიური დაკვირვება. ნაღლის ბუშტის პოლიპი თუ არ არღვევს, ანუ უფრო სწორად თუ არ ემთხვევა ნაღლის ბუშტის პოლიპი, ნაღლის ბუშტის მოძრაობის დარღვევას, ანუ დისკინეზია, სიმპტომურად საერთოდ არ გამოვლინდება, ანუ ასიმპტომურია. მაგრამ ნაღლის ბუშტის პოლიპი შეიძლება ვერაგი იყოს იმით, რომ მას აქვს ბავთვისებიანობის მარაგი, ანუ შეიძლება მისგან სანაღვლე სისტემის სიმსივნე განვითარდეს. ამიტომ ბევრი იფიქრა მედიცინამ, ბევრი შემთხვევა განიხილა და ახლა ვართ ესეთი კრებითი დასკვნა გვაქვს ესეთი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ამართლებს. მოდიო თქვით, რახან არ არსებობს რამე სპეციფიკური მარკერი, რომ აი გავაკეთეთ ანალიზი და ჩავთვალეთ, რომ ამის პოლიპი დაუშვათ 5 მმ-იანი საშიშია და გვეშინოდეს და იმისას არაუშავს. არ არის. კი არის იმ სილის მარკერები, მაგრამ ესენი ერთმანეთს ამას ვერ არჩევს. ამიტომ არის ესეთი ამბავი, რომ თუ ნაღლის ბუშტის პოლიპი იწყებს ზრდას, თქვათ დინამიური ულტრაბერითი გამოკვლევით და დაახლოებით ასეა, რომ როცა აღმოაჩენ პოლიპს, პირველ წელიწადში რაღაც 3 თვეში ერთხელ ეხოსკოპია უნდა იკეთო. ნუ მერე შეიძლება უფრო იშვიათად. თუ ის ორმაგდება ზომაში, თუნდაც არის ძალიან პატარა 2 მმ და აი შემდგომ და მესამე გამოკვლევაზე ზრდის პოტენციალი ისეთი აქვს, რომ გაორმაგდა ზომაში, მიუხედავად იმისა, რომ ის არანაირად სიმსივნური არ იყოს, ასეთ დროსაც გეგმავთ ქოლეცისტექტომიას და კიდე არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ნაღლის ბუშტის ამოჭრის შემდეგ შეიძლება რაღაცები დაგვემართოს, იმიტომ რომ აქ საშიშროება გაცილებით მეტია. ნუ ითვლება კიდე ასეთი, რომ თუ ნაღლის ბუშტის პოლიპი 5 მმ-ზე მეტია, უკვე დიდ პოლიპად ითვლება და აქ კიდე ფრთხილად უნდა ვიყოთ. მერე კიდე 1000-ნაირი ეშმაკობა აქვს იმ ულტრაბერით კვლევის აპარატს, რომ აი თუ სისხმა მორაგება აქვს, გაზრდილი ენერგეტიკული დოპლერით რაღაცა ისეთი ხდება, გარშემო რაღაც ანთების სურათებივით არის, ნუ რაღაცა ესენი სიმპტომებია და კედელით შეცვლილია, ასეთ შემთხვევაშიც თქვათ ურჩევთ ულტრაბერით კვლევას და ერთია კიდე ასეთ დროს როცა არის ნაღლის ბუშტის კედლის ადენომიომატოზი ქვია, კედლის ცვლილება არის ჰისტოლოგიური, ეს ანთება არ არის, ეს არის კუნთოვანი შრის ცოტა უფრო სხვანაირი ქსოვილი ჩანაცვლება, ესეც არ უღებს ნაღლის ბუშტის კუმშვას. ანუ შედეგი მაინც არის ნაღლის ბუშტის მოძრაობის დარღვევა და ასეთ შემთხვევაშიც თუ ეს არ სწორდება ნაღლის გამათხელებით ნაღლომდენით, ასეთ შემთხვევაშიც არის მოწოდებული, თუ ძალიან დიდი ზომის არის ნაღლის ბუშტის ამოჭრა. ფაქტიურად ჩვეულებრივი ყველაზე გავრცელებული დაავადებები ტრიალებს აი ამ მდგომარეობაში. ეხლა რა თქმა უნდა სიმსივნის და რაღაცის ესეთი რთული დაავადების შანსი ყოველთვის არის, მაგრამ პრინციპში ეს ისეთი სისტემაა, რომ თუ მართლა იმ წესებს ვიცავთ, ძალიან ნაკლებად რომ გაგეპაროს ცოტა უფრო სერიოზული პათოლოგია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მე შეგნებულად არ გერთვებოდით, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მაყურებლისათვის ნაღლის ბუშტის შესახებ ბანალური წარმოდგენა შეგვეცვალა და გვეთქვა, რომ ეს მარტო კენჭებთან დაკავშირებული დისკომფორტი არ არის და ნაღლის ბუშტის თავისი სანაღვლე გზებით, ანუ მთლიანად სანაღვლე სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საერთო ჯანმრთელობის, რომელიც ადამიანის არა მარტო ყოველდღიურ კეთილდღეობას განსაზღვრავს, არამედ ცხოვრების ხარისხსაც განსაზღვრავს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან სტუმრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ თერაპევტი, ინტერნისტი, გასტროენტეროლოგი ბატონი გიორგი გვილია. მე არ გემშვიდობებით, წინ ტრადიციულად კვებით შუქნიშანი გველოდება. რა კი დღევანდელი ჩვენი გადაცემა ნაღლის ბუშტს და სანაღვლე გზებს ეძღვნებოდა, მე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები თემას, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ჩვენ საზოგადოებაში, ფართოდ განხილვადია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები ცდილობენ მოირგონ ორგანიზმის გაწმენდის სხვადასხვა ფორმები და დეტოქს დიეტები, მაგალითად ღვიძლისთვის და მთლიანად საკუთარი სხეულისთვის. ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე, არა, რასაკვირველია ძალიან ბევრჯერ. წლების მანძილზე უბრუნდებით ამ თემას, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, არ არსებობს უნივერსალური დეტოქს დიეტები და თავად ორგანიზმისათვის, რომელსაც აქვს საოცარი თვითწმენდის უნარი, გარკვეულწილად შეუსაბამოა ასეთი სიტყვათა შეთანხმება, მაგრამ მოდით მოკლედ კიდევ გაგახსენებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამის გააზრება. მაგალითად, როდესაც საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ საუბრობთ იმ განსაკუთრებულ რთულ
რთულ ორგანიზაციაზე, რომელსაც ევალება ინფორმაციის მიღება საკვების სახით გარემოდან, შემდეგ ამ ინფორმაციის შეფასება, გადამუშავება, დაბინავება და ზედმეტი პროდუქტების ორგანიზმიდან გამოყოფა, გადამუშავების პროდუქტების მოშორება, არასასურველი პროდუქტების მოშორება, ზედმეტი პროდუქტების მოშორება. ამას აკეთებს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც თავისთავად გულისხმობს კუჭნაწლავის ტრაქტს, რომელიც გარკვეული მოძრაობების შედეგად, მაგალითად პერისტალტიკის ტალღისებური მოძრაობის შედეგად, განსაზღვრავს არაუბრალოდ საკვების გადაადგილებას, ეგრეთ წოდებულ საკვების პასაჟს, არამედ იმ პროცესებს, რომელიც მე უკვე აღწერე. და ამ საერთო მექანიზმში აუცილებლად არის ჩართული საჭმლის მომნელებელი სისტემის შემადგენელი ისეთი ნაწილები, როგორიც გახლავთ ჯირკვლები, რომელთა შორის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია, ცხადია პანკრეასთან ერთად უნდა აუცილებლად გამოვყოთ სწორედ ეს ჯირკვალი, რომელსაც ღვიძლი ჰქვია და რომლის გაწმენდასაც რატომღაც ყველაზე ხშირად ცდილობს ჩვენი საზოგადოება. ღვიძლის გაწმენდისთვის ჩვენმა ორგანიზმმა სხვადასხვა სამარჯვი გამოიმუშავა და თავად ღვიძლს აქვს ასეთი თვისება. მისი ციკლები და მისი მექანიზმები, რომელიც ორგანიზმის შიგნით მის მუშაობას უკავშირდება, ასევე უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას, მის სტაბილურობას და მის ბუნებრივ წმენდას. ამიტომ განსაკუთრებული დიეტების ძიება და განსაკუთრებული მოდელების ძიება ღვიძლის გასაწმენდაც უნდა შევთანხმდეთ, რომ არ არის საჭირო. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, მაგალითად, თუ საჭმლის მომნელებელ სისტემას რამე პრობლემა აქვს კუჭნაწლავის ტრაქტში, ზედა სეგმენტში, ღებინება, გულისრევა არის დაცვითი რეაქცია. ისევე როგორც ქვედა სეგმენტიდან საკვების სწრაფი გამოძევება ან გამღიზიანებელთა სწრაფი გამოძევება, მაგალითად დიარეის სახით. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად სასუნთქ სისტემაზე ან თირკმელზე, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ასეთი დაცვითი რეაქციები. თირკმელი ყოველდღიურად ფილტრავს სისხლს იმისთვის, რომ წარმოქმნას შარდი და ცდილობს ორგანიზმისგან გამოიტანოს არასასურველი ნივთიერებები. ამას აკეთებს თვითონ თირკმელი ჩვენი ორგანიზმის გაწმენდისთვის და ამას ახერხებს საკუთარი ჯანმრთელობის, წონასწორობის და დაცულობის უზრუნველსაყოფად. როდესაც სასუნთქ სისტემაზე ვსაუბრობ, ჩვენ და შევთანხმდეთ, რომ მაგალითად ზედასასუნთქი გზებიდან უცხოცხეულის მოცილება ცემინებით არის დაცვითი რეაქცია. ისევე როგორც შედარებით ქვედა სასუნთქი გზებიდან ასეთივე თავდაცვითი რეაქცია გახლავთ ხველება. მოკლედ ორგანიზმს აქვს თავისთავად უამრავი სამარჯვე იმისთვის, რომ დაიცვას თავისთავი, გაწმიდოს ჩვენი ორგანიზმი, მოიშოროს ყველაფერი ზედმეტი. და თუ ჩვენ შევხედავთ, როგორი იყო კაცობრიობის ისტორია, უამრავი სამარჯვე სხვადასხვა ეპოქაში ადამიანმა მოიფიქრა იმისთვის, რომ გაეწმინდა თავისი ორგანიზმი. მაგალითად ითვლება, რომ ეგვიპტელები ბაძავდნენ იბის, როგორც ფრინველს, რომელიც მუდმივად იწმენდდა კუჭნაწლავის ტრაქტს და ამითი ინარჩუნებდა საკუთარ დღეგრძელობას. ადამიანებმა დაიწყეს პირსასაქმებელი და საფაღარათო საშუალებების გამოყენება, ეგრეთ წოდებული წმენდისთვის, ოყნის გამოყენება, სხვადასხვა სითხეებით დატვირთვა, ნაყენების გამოყენება და ეს პრაქტიკა არსებობდა საუკუნეების მანძილზე. ისევე როგორც წარმოდგენებით არამედროვე რეალობაში შეივსო მაგალითად სხვადასხვა სახის მედიკამენტებით, რომელთა შორის ხშირად გაიგონებთ, რომ გამოიყენეს მაგალითად შარდმდენი საშუალებები. საჭიროა თუ არა ორგანიზმის ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში გადაყვანა. ან მაგალითად უკიდურესი შეზღუდვა საკვებით მომარაგების აკრძალვა ორგანიზმისათვის იმისთვის, რომ სწორედ ეგრეთ წოდებულ დეტოქს რეჟიმში, შხამებისაგან გათავისუფლების რეჟიმში გადავიდეთ. არა, ამის გაკეთება სულაც არ გახლავთ საჭირო. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ორგანიზმი თვით წმენდის სისტემა და მისთვის ასეთი ექსტრემალური მეთოდების შერჩევა სულაც არ არის საჭირო. სრულიად საკმარისია ადამიანმა დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი, უზრუნველყოს ყოველდღიურ რუტინაში ფიზიკური აქტივობა, კვება,
ძილისა და სტრესის მართვის ურთიერთშეხამება. გაითვალისწინოს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმის დატვირთვას განაპირობებს და ანთების ხელშემწყობია. ალკოჰოლი, თავისი გადამუშავების პროდუქტებით, სხვადასხვა ტიპის ადვილად შეთვისებადი ნახშირწყალი, თავისი ზემოქმედების ეფექტებით, უჩვეულო ჩვენი ორგანიზმისათვის უცნობი ტრანსცხიმები, რომელიც ტექნოლოგიური პროცესების შედეგად წარმოიქმნება. დატვირთვა სხვადასხვა დანამატით. აი ამას თუ დავზოგავთ, ამით თუ დავზოგავთ ჩვენს ორგანიზმს და მივცევთ შესაძლებლობას ადეკვატური რაოდენობით წყალი მიიღოს მცენარეული ბოჭკო, როგორც ერთგვარი ცოცხი და მიიღოს მთლიანი საკვები, არა უკიდურესად რაფინირებული საკვები, არამედ მთლიანი საკვები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ორგანიზმს ვაძლევთ ბუნებრივად იმ შესაძლებლობების გამოყენების შანსს, რაც მას საუკუნეების მანძილზე, ათასწლეულების მანძილზე ევოლუციურად მოჰყვება და რომელიც უზრუნველყოფს მის დეტოქსიკაციას, ანუ შხამებისგან გათავისუფლებას. არასაგანგებო, არარსებული, მითოლოგიური, ეფემერული დეტოქს დიეტით, არამედ რეალური საშუალებებით, რომლის სტიმულირება ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გადაწყვეტილებებით ადეკვატურად წყლის მოხმარება, შესაბამისად მცენარეული ბოჭკოს ჩართვა ყოველდღიურ კვების რაციონში, სადაც ბოსტნეულის და ხილისწილი არის მნიშვნელოვნად გათვალისწინებული, სულ ცოტა 400 გრამამდე და გათვალისწინებულია მთლიანი საკვების მოხმარება შესაბამისი ულუფით, რაციონით და დროის ინტერვალებით. როდესაც ორგანიზმს ეძლევა საშუალება დაიტვირთოს, იმუშაოს, ამოისუნთქოს, გაწმინდოს საკუთარი თავი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.